უმძიმეს მდგომარეობაშია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ქართული, რუსული ოცნება. მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, თავად მოსწრა, ასე ვიტყვი. თავად მიიღო გადაწყვეტილება ამ 7 თვის წინ, რომ სამაგალითოდ დაესაჯა მზია ამაღლობელი და სწორედ იმის გამო, რომ მზია ამაღლობელი ამ ხნის განმავლობაში არ გატყდა და სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოება დაუდგა გვერდით სურგს უკან მზია ამაღლობელს და ადვოკატმა მწარიაშვილმა ჩაატარა აირჩია ბრწყინვალე სტრატეგია და ჩაატარა მასტერ კლასი და კუთხეში მიაყენა, გამოსავალი არ დაუტოვა პროკურატურას და სასამართლოს. ახლა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება თითქოს ცდილობს, რომ გაანთავისუფლოს მზია ამაღლობელი. ოღონდ მზია ამაღლობელი და ხეთ რა პარადოქსია, მზია ამაღლობელი თავად არ არის ამაზე თანახმა. დიახ, პატიმარი, რომელსაც წესით უნდა უნდოდეს განთავისუფლება, არ არის თანახმა იყოს საპატიმროს მიღმა, თუ მისი ღირსება ოდნავ მაინც იქნება შელახული. ღირსებას კი სწორედ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და პროკურატურა, აგრეთვე სასამართლო ლახავს პროკურატურამ ცხადია აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნით, ანუ მთავრობის და უშუალოდ კობახიძის მოთხოვნით შესთავაზა დაახლოებით 10 დღის წინ არც კი მზია ამაღლობელს რომ არ ახარ შენ დამნაშავე. არც 4 წელი გეკუთვნის, არც 5, არც 6, არც 7, მაგრამ იმისთვის რომ გაგანთავისუფლოთო. ამას წარმოიდგინეთ ამბობს პროკურატურა, რომელიც ითხოვდა რომ უნდა დაგიჭიროთო. ახლა ითხოვს რომ განთავისუფლება მინდა შენი. იმისთვის რომ მიუმართო სასამართლოს, ამისთვის შენ თავად უნდა იყო თანახმა საპროცესო შეთანხმებაზეო და მზია ამაზე ამბობს, მზიამ ამაზე თქვა უარი. შესაბამისად შიხში არის მომწყვდეული საქართველოს პროკურატურა. საქართველოს ხელისუფლებაა შიხში მომწყვდეული, მას ერთის მხრივ უნდა რომ შეინარჩუნოს სახე და სახის შენარჩუნება უნდა რა ასე პირდაპირ ვერ გაუღებს საპატიმროს კარს, იმიტომ რომ აბსოლუტური რეპუტაციული ზიანი იქნება მიღებული, მაგრამ მეორეს მხრივ სახის შენარჩუნება უნდა ასევე და საპატიმროშიც ვერ დატოვებს მათ შორის, იმიტომ რომ იცის ან ხდება, აზვირთდება საზოგადოება. აზვირთდება ხალხი და იტყვის კიდევ ერთხელ უკვე მე რამდენად რას ნიშნავს. თუ ადამიანი დამნაშავე არ არის და თავადვე აღიარებთ რომ დამნაშავე არ არის, ჩვენ კი არ ვიგონებთ, თქვენ თავადვე ამბობთ ამას, მაშინ რატომ ღატოვებთ ამ ადამიანს ამ მოქალაქეს საპატიმროში? ამას იტყვის საზოგადოება უკვე ამბობს და მომავალში უფრო ხმამაღლა იტყვის, თუ მზიას მიუსჯიან 4 წელს, 5 წელს, 6 წელს, 7 წელს. მოსამართლე, რომელსაც გადაწყვეტილი ერთი ინფორმაციით ჰქონდა, რომ უკვე ხვალ 5-ში წასულიყო შვებულებაში და რამდენადაც ცნობილია მას ჰქონდა ავიაბილეთები აღებული და დაჯავშნილი სასტუმრო, თუ არ ვწდები თურქეთში, მაგრამ შესაძლოა ვწდები, მოსამართლემ საკუთარი ეგრეთ წოდებული პაესტკაც კი გადადოდა და თქვა, რომ აღარ იმზიამ წარმოთქვა სიტყვა დღეს, მე ხვალ ანუ სამშაბათს არ გამოვაცხადებ განაჩენს, აი 4 შაბათს გამოვაცხადებ განაჩენსო და მას მოსამართლეს პროკურატურას აგრეთვე და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას გონია, რომ ეს 2 დღე საკმარისია საიმისოდ, რომ მზიასთან შევიდნენ სტოვრები, თქვიათ, ხო არ ვიცი, შიკრიკები ალბათ უფრო და შიკრიკები მივიდნენ და უთხრან, რომ მზია ისე მაინც დაფიქრდი, იქნება და წამოხვიდი ამ საპროცესო გარიგებაზე. რომ ჩვენც შევინარჩუნოთ სახე. და მე გაგანთავისუფლებთ განა არა. ანუ უყურე, წარმოიდგინე, შენ აღარ დაისჯები, არც 4 წელს მოგისჯის მოსამართლე, არც 5, არც 6, არც 7. 7 წლის განმავლობაში შეიძლება საპატიმროში იყო და არ გიღირს თავისუფლებაზე ყოფნა. 100-დან 99, 100-დან 95 უბრალოდ ასე ვიტყვი, მოქალაქე იტყოდა, რომ იცი რა არის, ოკეი, მე თანახმა ვარ. მე ოღონდაც კი გამომიშვით და ვიტყვი რომ მეც დავაშავე განა არა, მეც ვნანობ განა არა და სწორედ ეს უნდა ქართულ რუსულ ხელისუფლებას რომ მე შეფუთოს საკუთარი პროპაგანდის მეოხებით თუ საშუალებით და თქვას რომ მზიამ უკან დაიხია და რაღა იმ მზიან უკან დაიხია, აი ასეთი სულბრძელი ვარ მე, არ არის სულბრძელი. ის ზაკვარი და ბოროტია. სწორედ იმიტომ რომ ეს პიარია უგოროს მზიას და ყველა თავისუფლების მოყვარე მოქალაქეს, სწორედ ამიტომ ხლაფორთობს თუ ამიტომ ჩალიჩობს ამ ყველაფერს.
Adam Ziam, ნახეთ რა საოცარი სიტყვა თქვა, მე გითხარით რამდენიმე დღის წინ რომ Zia ეპოქალურ სიტყვის მეთქი და აი სასამართლო პროცესზე ეტაპირებულმა, იმიტომ რომ ის თბილისში გადმოჰყავთ ხოლმე, გლანში გადმოჰყავთ ხოლმე და მე ისევ აბრუნებენ, ხო? რუსთავში, ბათუმში. ხო? ნახეთ რას ამბობს Zia. იქ სადაც 7 თვეა ვიმყოფები, საპროცესო შეთანხმება ბჭყალებში გამოსავალია. ჩემს საკანში კი ისმის ბავშვის ხმა. დედა მენატრები. წარმოიდგინეთ, გვერდითა საქმიდან ისმის მაგარი ალბათობით სრულწლოვარის, მაგრამ Zia-სთვის და ჩვენთვის მაინც ბავშვის, რომელმაც შესაძლოა მართლაც დააშავა რამ იმის ხმა. ეს სასტიკი ხმა, საშინელი ხმა, საშინელი ფსიქოლოგიურადაც გაკტეხს ისეთი ხმა. ხო? დედა მენატრები. და Zia ამბობს რომ როცა გავიგეო რომ მისი ოჯახი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდა პროკურატურასთან, ხო? გამიხარდა. ის ბავშვი გასანთავისუფლებელი, ან შეიძლება არც არის გასანთავისუფლებელი, მაგრამ რაღაცა სამართალდამცავი სტრუქტურებად წოდებული ბანდები მიდიან საპროცესო შეთანხმებაზე, ხო, კარგია რომ 18 წლის ბავშვი, თუ 17 წლის თუ რამდენი წლისაც არის, 19-ის, 20-ის, ხო? ის იყოს თავისუფალი ბავშვი, რომელსაც დედა ენატრება. Zia-საც ენატრება განა არა. ის მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები მთლიანად ქართული საზოგადოება და გარეთ ყოფნა უნდა Zia-ს. განა არა, მაგრამ არა ხილსების შელახვის ხილსება არ შეიძლება ისე მისი ჩემთვის პირიქითაა ამბობს Zia ხილსების შელახვის ხარჯზე ჩემთვის პირიქითაა შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა Zia ამაღლობელი მე მართლა მგონია ხანდახან ხო მგონია ხა ესე პათეტიკურად ჟღერს მაგრამ რაღაც ნაწარმოებიდან გადმომხტარი ჩვენ სინამდვილეში გმირია მეთქი რომ თქვი არ ვაჭარებ ოდნავადაც კი ადვოკატებმა უკვე თქვეს რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს იმ მარტივი მიზეზის გამო ანუ საპროცესო შეთანხმებას რომ რაც მოხდა არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმა წარმოჩენა და შეფუთვა არის ბოროტება 7 თვე ამაზე ვფიქრობ დიახ სილის გაწვნის თავდასხმა წარმოჩენა და შეფუთვა არის ბოროტება რომელსაც ჩადის დე-ფაქტო ხელისუფლება იმიტომ რომ ერთი დეტალიც ძალიან მნიშვნელოვანი გარდა იმისა რომ Zia-მ გააწნა სილა ერთ კონკრეტულ ადამიანს დგებუაზეს პოლიციის მილიციის თანამშრომელს ასევე მეორე და ცოტა ფილოსოფიურად შევხედოთ ამ დგებუაზის სახით მან გააწნა სისტემას მიარტყა ხელი სისტემის გამოფხიზლება არა სისტემისთვის სათანადო პასუხისგაცემას სცადა მაგრამ მაგასაც არა აქვს მნიშვნელობა ეს ფილოსოფიური მსჯელობა ერთგან წავიკითხე და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ აზრსაც Zia მეგობრებმა ხელი მიარტყა თუ ხელი გაარტყა თუ გდებავთ სილა გააწვდა თუ გდებავთ ასე თქვათ რა პრობლემაა სალახანას და არა ქვეყნის სამსახურში მდგომ პირს დიახ ისინი პოლიციელები ხშირ შემთხვევაში არიან მილიციელები რომლებიც ქმედებენ და მოქმედებენ როგორც ვიგინედარები ეს არის ფაქტი და ის რომ პოლიცს აწერია დგებუაძის ეწერა თუ რა აღწერა აქვს მნიშვნელობა მაგრამ თუნდაც რომ თუნდაც შემოსილი ყოფილიყო პოლიციელის ფორმით ეს არ ნიშნავს იმას რომ მას უკლებლი ყველაფრის უფლება ჰქონდა და აქვს ისინი იქცევიან როგორც სალახანაც კიდე არასწორი სიტყვა როგორც ბანდის ოფიციალური ბანდის წევრები თუ პოლიციელი ხარ მოიქეცი პოლიციალი როგორც იქცევა პარტიის სამსახურში რეჟიმის სამსახურში კი არ უნდა იყო არამედ უნდა იყოს საზოგადოების და ქვეყნის სამსახურში და ეს პოლიცია რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს და ამაზე ჩვენ სამსჯელო გვაქვს საზოგადოებას როცა ყველაფერი შეიცვლება თავიდან ბოლომდე რეფორმებია ჩასატარებელი და ყველა გასაყარელია კინწისკვრით ის ადამიანები რომლებიც ქვეყანას კი არა პარტიას ემსახურებოდნენ და პარტიის მსახურ დგებუაზეს მიარტყა თუ მაინც და მაინც განვაგრძოთ Zia-ს არაჩვეულებრივი Zia-ს გმირი Zia-ს ჩვენი დროის გმირი ჩვენი ეპოქის გმირი Zia-ს სიტყვის ჩაკითხვა ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო ცხოვრებათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ განსხვავებით დგებუაზისაგან მგონია რომ კანონში წერია სილის გაწვნის ადეკვატური მუხლი ანუ ადმინისტრაციული უნდა დასჯილიყო თუ მაინც და მაინც უნდა დასჯილიყო Zia ამაღლობელი რომელმაც კვლავ ვიმეორებს სალახანას არ არის სწორი სიტყვა რომელიც
ოფიციალური ბანდის წევრს სახელმწიფოს რომ არ ემსახურება იმ პირს მიარტყა ხელი. მახსოვს პროკურორმა ხდომაზე კითხვა დამისვა ჩემი კვალიფიკაციას ჩვენს კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმებიო რომელი მუხლი შეგეფერებაო ეს საქმე ამ დრომდე მოიტანა გამოძიებამ ჩემი აზრი არ უკითხავთ მიუკერძოებლად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება და გებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ ეს საქმე სასამართლოში არ შემოვიდო და სისხლით დავიჭერთო საჯაროდ მომცა პირობა 4-დან 7 წლამდე პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. დიახ, პროკურატურა, გებუაძე, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად პროკურატურა, სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება და პროპაგანდა არის ერთი ბანდა. ერთი ბანდის განშტოებები არიან. ამ ბანდის სათავეში არის ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ესე მარიონეტებს მართავს და თავად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, მზია უნდა დაისაჯოს ერთ შემთხვევაში თუ ნინო დათაშვილი სხვა შემთხვევაში თუ სინდისის პატიმრები კიდე სხვა შემთხვევაში თუ პოლიტიკოსი პატიმრები კიდევ სხვა შემთხვევაში ის იღებს გადაწყვეტილებას უბრალოდ ახლა აღმოჩნდნენ ჩიხში სწორედ იმის გამო რომ უპრეცედენტო ამბავი ხდება ჩვენ სინამდვილეში არ ხდება ადამიანი არა უპრეცედენტო როგორ არის მეორე მხრივ მაგრამ კარგა ხანია ასე ბრგედ ასე ჯიუტად დგომა ჩვენ არ ანაკლებად გვინახავს თუ გახსენდება ოღონდ ერთი რამ გარდაუვალია ეს მხოლოდ ჩემი სასჯელი არ იქნება ამბობს მზია ეს იქნება თქვენი სასჯელიც ბატონო პროკურორო და ყველა იმ პირს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში ეს არის მზიას ეს რაც ჩაგიკითხეთ არის მზიას წარმოთქმული სიტყვის ერთი ნაწილი მეორე ნაწილი ჩტამბეჭდავია არ გთხოვთ გაითვალისწინოს რომ ქალი ვარ აი ყველა ვერ გეტყვით 100 ბალიანი სისტემით 100 ბალით მიდის წინ 100 სერიოზულესი არგუმენტი მორალური არგუმენტი არა ქალი როა არგუმენტები აქვს მზიას ქალი რო ვარ ეს არ გაითვალისწინოთო ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებ ბევრი იწუწუნებდა მე თვალის ჩინი დავკარგე მე რაღაცა პრობლემები მაქვს გულზე ასე მაგალითად ხო მე ქალი ვარ იტყო და ბევრი ეს მზია ამაღლობელი ამას არ ამბობს არ გაითვალისწინოთო მდგომარეობას გაითვალისწინებთ მტკიცებულებაც საკმარისია რა გადაწყვეტილებითაც არ უნდა მიიღოთ მინდა იცოდეთ რომ თავს გამარჯვებულად თვლი დიახ განთავისუფლებენ პირდაპირ ესე გაუხსნის კარს სასამართლო დარბაზიდან და ეთქვის რომ თავისუფალი ხარო საქართველოს გაიმარჯვებს აი ეს ამ ეპიზოდში გაიმარჯვებს დიდი გამარჯვებამდე კიდე შორია მაგრამ ამ ეპიზოდში გაიმარჯვებს სწორედაც რომ საქართველოს და ეს იქნება ბიზინა ივანიშვილის რეჟიმის შემორღვევის დასაწყისი იმიტომ რომ ამას მოსდევს წესი დომინოს პრინციპივით მოხვება ნინო დაათაშვილის საქმე ზვიად რატიანის საქმე პოლიტიკური პატიმრების სინდისის პატიმრების 50-55 ახალგაზრდის საქმე მიუხედავად იმის რომ ზოგ მათგანს მისჯილი აქვს და ასე შემდეგ და მე პოლიტიკოსების საქმე მიხვება რასაკვირველია ამისთვის მადლობა მინდა უთხრა ჩემს ადვოკატებს ანუ გამარჯვებული რო არის იმისთვის უფლებადამცველებს ვისაც არ დაეზარა თქვა და ტალახი მესროლა ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტები დაუპირისპირდნენ პროპაგანდას ეს პროპაგანდა ნახეთ კიდევ ერთ საკითხი ესო დეტალზე გაგამახვილებთ ყურადღებას ხოს ქროლა ვაიმებს ქროლავდი გუში იმიტომ ძალიან დაღლილი ვიყავი იმიტომ მას ერთი ვიდეო ბლოგი ჩავწერე და აღმოჩნდა რომ ხმა არის მოდა და ეს იმის ბრალია და მე წავშალე ეს იმის ბრალია ძალიან დაღლილი ვიყავი და არ მივაქციე ყურადღება იწერდა თუ არა ჩემი მაშინა ნუ გუშინ დამჯდარი ხმის ჩამწერი ანუ აი ეს იწერდა თუ არა დამჯდარი იყო აქ თუ მიაქცევთ ყურადღებას ესეთი მწვანე ანთია და მე გუშინ არ მივაქციე ყურადღება ბოიას ამ ხმის ჩამწერ მიკროფონს. კარგი, გამიშლელობა აქ და სკროლავდი და ნახე ეს ბედნიერი მიდაპირ მნიშვნელობით ბედნიერი, მაგრამ რეალურად ისინი ხომ უბედურები არიან ანრი ჯოხაძეების და კონფორმისტების სახეები, რომლებაც აი ბაბი კირკიტაძე და სხვები რომლებიც ეს რაღაც პარტიზე არიან და რაღაც ტინგიცობენ და მაიმუნობენ მაშინ როცა ნინო დათაშვილის ამბავი გუშინ იყო ყველაზე აქტუალური სწორედაც რომ ფსიქიატრიულში გადახავთ ნინო დათაშვილი ესენი არიან კარგად შესაძლოა ეს არის რამდენიმე დღის წინანდელი კადრი რამდენიმე ხნის წინანდელი კადრი ამას არ აქვს მნიშვნელობა როცა ეს ამბავი ხდება ჩვენს თავს როცა ეს ორო მტრიალია ეს პარალელური და ქოცური საქართველო ხო ტინგიცობისა და ერთი ადგილის ქიცინისთვის არის მზად როცა ადამიანებს ჩაგრავენ
და მე დავუსვი საკუთარ თავს კითხვა რა ბედნიერი ვარ. მე პირადად ბედნიერი ვარ მიუხედავად შეჭირვებებისა, რომ მე აი ამ ბაბლის, იმ ბაბლის წევრი არც არასოდეს არ დომებია, მაგრამ არც არავის შემოთავაზებაც კი არ ჰქონია, ხო? და ბედნიერი ვარ, რომ იმ ბაბში არა ვარ, თორე ესე ტინგიცობა, ხო? ჩემი მოგონილია არა, ხო არ შემილია რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, ცუდი კი არ არის, კაცო. ოღონდ ორდინალურ ვითარებაში, როცა ქვეყანა არც ოკუპირებულია, როცა წინსვლა გაქვს, როცა ადამიანი დაჩაგრული არ არის, როცა ყველაფერი კარგად აქვს, ასაკვირველია ჩვენ იმისთვის, რომ ვიყოთ კარგად კიდევ უკეთ, ჩვენ მივცეთ უნდა საკუთარ თავისუფლება, როგორც ღვინის მისა, ისე შამპანიულის მისა, ისე ცეკვისა, ისე თამაშისა, ისე სიმღერისა, ისე დროის დარებისა, მაგრამ ნინო დათაშვილი ამასობაში შეიძლება დაალევინონ რაღაც წამალი. ანგრი ჯოხაძეს კი არ მიმართავს, ფეხებზე მკიდია საბოლოო ჯამში ანგრი ჯოხაძე ამას გაიგებს, თორე და ვერ გაიგებს, იმიტომ რომ გამოზარქუებულები არიან უკლებლი ყველანი. და მე არ მეტინგიცება და ნამდვილ საქართველოს მე ვარ საქართველო, მეთქი საკუთარ თავზე კი არ ლაპარაკობ, ხო, ჩვენ ვართ საქართველო ადამიანები, ვინც სხვა ადამიანებს უდგანან გვერდით. განვაგრძოთ მზიას არაჩვეულებრივი სიტყვის კითხვა. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადო ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და მტკიცებულებებით ელაპარაკათ ხო ანუ ადვოკატებს. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა რა ჩვენ ეგეთი მადლობა ზიას ყველაფრისთვის, მაგრამ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავია ხო რომ ზიამ შეინარჩუნა ნდობა ადამიანების მიმართ და გულახდილად გეტყვით ახლა ცოტა მიჭირს კიდეც საუბარი. აქ ლაპარაკია რასაკვირველია ეთერიზე, ეთერ თურაძეზე. აქ რასაკვირველია ლაპარაკია სხვებზე, გელაზე, ზვიადზე, ლიკაზე და სხვებზე. რომლებიც არ ტინგიცობენ და რომლებიც შესანიშნავად ხვდებიან, რომ ხვალ შეიძლება ანდრი ჯოხაძეს შეექმნას მსგავსი პრობლემა. და მე ვეკითხები საკუთარ თავს ხვალ, მაინც ხვალ კი არა. რომელიღაც ეტაპზე მე ვეკითხები თუ უსამართლოდ დასჯიან ანრი ჯოხაძეს, კოლექტიურ ანრი ჯოხაძეს, შენ სად იქნები? ვეკითხები საკუთარ თავს და ვპასუხობ ასე. მე ვიქნები ანრი ჯოხაძის მხარესაც კი კოლექტიურ ანრი ჯოხაძეზე ვლაპარაკობ, ხო? ანუ ამ კონფორმისტების მხარეს ვიქნები მე და მზიაც იქნება. თუ უსამართლოდ იქნებიან დასჯილნი ადამიანები და თუ არის ბაბი კირკიტაძეს მაგალითად, ხო? რას ვერჩი. მაგრამ ბაბი კირკიტაძეს თუ გადაიყვანენ საპატიმროში კი არა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ეთქვია რომ დალიე ეს აბი, იმიტომ რომ შენ გაგიჟებული ხარ, მე ვიტყვი რომ თქვენ ავად ხო არა ხართ. სურო პროდასავლურად წოდებული, ამათზე პროდასავლურად წოდებული და ესენი პრორუსები არიან, ხელისუფლება იყოს მომავალში. ჩვენთან მე ბაბი კირკიტაძეს რასაკვირველია დავიცა. ეს უნდა იცოდეს ბაბი კირკიტაძე. და მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ბოღმა როგორც ასეთი დაახრჩობს იმის გამო, რომ ისინი ტინგიცობდნენ და გავასაკნევდნენ მაშინ, როდესაც ადამიანებს უჭირდათ პირაქეთა, ანუ ნამდვილ საქართველოში. კარგი, ბაბისაც არ უნდა უსურვოთ, ცხადია, ფსიქიატრიულში გადაყვანა და იმ ხელისუფლებას უნდა ვუთხრათ, ვინც მომავალში იქნება, რომ დაემხობით თქვენც, თუ უსამართლოდ შეეხებით მოქალაქეებს, დამოუკიდებლად იმისა, ეს მოქალაქეები რას აკეთებდნენ წარსულში. ეს არის სწორი და დანარჩენი, რაც არასწორია, ამის ილუსტრირებას ახდენენ ზიასთან кейსში აკეთებს პროკურატურაც, სასამართლოც, ზოგადად ხელისუფლებას და ასე შემდეგ. მაიამ წარიაშვილობაა სწორი. ხო, განვაგრძოთ. ესე იგი, დარბაზში მის მიღმაც არგუმენტები და მტკიცებულებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და სამართლიანობისათვის ბრძოლა გამეგრძელებინა. დიახ, ჩვენი გელასი, ზვიადის, ლიკასი და სხვების და მაია წარიაშვილის პირველ ყოვლისა მთელი ქართული საზოგადოების დამსახურებაა ის, რომ იყო დაიდგა და ახლა აი ამ უმძიმეს ჩიხში მოამწყვდია ბანდა ქართული რუსული ხელისუფლებისა. აგზელებს მზია, დაიმახსოვრეთ მათი სახელები, ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენები გახდებიან. მეც ეს ვთქვი, მართლმსაჯულების საყრდენი უნდა იყოს ასე მაგალითად მაია წარიაშვილი, რომელსაც ეპოქალურ ადამიანს ვუწოდებ დღეს უკვე.
მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეწეს. არ იქნება ამისთვის საკმარისი, ამისთვის მადლობის განსახილვად სასაც ვცდობ 200 დღეზე მეტია. ხო, და რა ვიცი. ამბავიც ეს არის ბატონებო და მეგობრებო. ქართული რუსული ოცნება არის უმძიმეს მდგომარეობაში. ახლა მას სურს რომ გაანთავისუფლოს სიამაღლებელი პარადოქსია და ასევე მოუნდება მას რომ გაანთავისუფლოს 55-ვე სინდისის პატიმარი, პოლიტპატიმრები, ზვიადი, რატიანი, ნინო დათაშვილი, ბოდიში მოუხადოს მათ არ აქამდე შეიძლება არც მივიდნენ, ეს შეიძლება არც მოუნდეთ უბრალოდ იზოლებულნი იქნებიან. არ ვიცი, ასეთ შეიძლება ითქვას რომ თავი დახარონ ამ ჩვენი ეპოქის გმირების წინაშე. და იმიტომ რომ ეს ეპოქის გმირები გადმომხტარები რაღაც ნაწარმოებებიდან, ალბათ მრავლობით უნდა თქვა, ანუ არა მარტო ვეფხისტყაოსნის გმირები, არამედ ვაჟა-ფშაველას გმირებიც. 7 საუკუნეა რუსთველიდან ვიდრე ვაჟამდე, ხო? აი ეს 7 საუკუნოვანი გმირები, სხვადასხვა ავტორთან ან ფენილები, ხო? ავტორის ნაწარმოებების გმირები. ხო, მისა ამბობენ იმას, რასაც ამბობენ და ლევან ღამბაშიძემ და აიხსენა ერნესტ ჰემინგუეის სიტყვები და მეც ლევანს დავესესხები და შესაბამისად დიდ ამერიკელ მწერალს. ადამიანი დამარცხებისთვის არ არის გაჩენილი, ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებია თქვენ შეგიძლიათ შემოიღოთ დროებით დახვრეტის მუხლი და 70 პოლიტპატიმარი დახვრიტოთ. დიახ, შეგიძლიათ ამის გაკეთება. და წინააღმდეგობას გაგიწევთ ცხადია, მაგრამ შეგიძლიათ ქუჩაშიც მიახვიტოთ 700 ადამიანი და მე ნამდვილად გამარჯვებულები იქნებიან და ანგრი ჯოხაძე გააკნევს დაიწყებს კიცინს, ესე ვიტყვი. მაგრამ საქართველოს არ დამარცხდება და ადამიანიც არ დამარცხდება. მადლობა მზიას და მადლობა თქვენ მაყურებელო, ვისაც გჯეროდათ და გჯერათ, რომ ოთხშაბათს ამოუკიდებლად იმისა, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, მზია არის გამარჯვებული და ჩვენ ასე გავიბარჯვებთ ქართულ-რუსულ ოცნებაზე, ანუ რუსეთზე. ეს არის ფაქტი და ამას წყალი არ გაუვა. ნახვამდის.